Gams თუ არა ქვეყანა საკმარის ნაბიჯებს შინაურ ცხოველებს შორის სხვადასხვა საშიში დაავადებების გავრცელების პრევენციისთვის. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ამ მიზნით ჩატარებული ვეტერინარული манипуляციების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. Გასულ წელს კი სხვადასხვა დაავადებაზე ვაქცინაციისა თუ სხვა სახის პროცედურის რაოდენობამ 7 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის სერვისს სახელმწიფო სრულად აფინანსებს. Როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, პრევენციული ზომები აუცილებელია როგორც ადამიანების ჯანმრთელობისთვის, ისე სურსათის უსაფრთხოებისთვის. Tamar Nadarishvili გიამბობთ. ქვეყანაში ვეტერინარული манипуляციების რაოდენობა გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხოველთა სხვადასხვა დაავადების პრევენციის ზომები გაძლიერდა. Რამდენად საკმარისია მიღებული ზომები იმისთვის, რომ დაავადებების შემთხვევები მინიმუმამდე შემცირდეს, ეკონომიკამ კი რაც შეიძლება ნაკლები ზარალი მიიღოს. სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ გასულ წელს ჩატარებული ვეტერინარული манипуляციების რაოდენობამ 7 მილიონს გადააჭარბა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე მეტია. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შინაურ ცხოველებს უფასო ვაქცინაცია, რევაქცინაცია ჩაუტარდათ ისეთ ინფექციებზე, როგორიცაა თურქული, ჯილეხი, ბრუცელოზი, ცოფი, ცხვრისა და თხის ყვავილი და სხვა. ყირიმ კონგოს ეპიდემიოლოგიურ კერებში დამუშავდა 7000-მდე მსხვილფეხა საქონელი. Როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, მიღებულმა ზომებმა საშიში ინფექციური დაავადებების გავრცელების პრევენცია მოახდინა და ქვეყანას ცხოველებში დაავადებების ფართოდ გავრცელება თავიდან ააცილა. საქართველოში ჯერ კიდევ გავრცელებულია მომთაბარე მეცხოველეობა, ამიტომ ცხოველების გადასარეკ ტრასებზე ჩვენ ვამუშავებთ ექტოპარაზიტების საწინააღმდეგო ცხოველებს და გასული წლის მანძილზე დაახლოებით 930,000 სული პირუტყვი დავამუშავეთ გაბანების სახით. ამასთანავე ვაგრძელებდით ვეტერინარულ კონტროლს 1350 ობიექტზე მეტი იქნა შემოწმებული. ჩვენ უკვე რამდენიმე წელია ვიყენებთ მაღალხარისხოვან ევროპული წარმოების ვაქცინებს, ასევე ვიყენებთ ევროპული წარმოების საყურენიშნებს და დაგეგმილი გვაქვს, რომ გამოვიყენოთ უკვე ელექტრონული საყურეებიც. ეს თელავის რაიონის სოფელ რუისპირში მცხოვრები კახა ძამუკაშვილის ფერმაა. აქ მსხვილფეხა პირუტყვის მწვავე ვირუსული დაავადების თურქულის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდა. აცრის პარალელურად ხდება ცხოველების იდენტიფიცირება, დანომრა და მათ ერთიან ბაზაში თავმოყრა. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის სამმართველოს წარმომადგენელმა განმარტა, სააგენტოს მიერ წლის დასაწყისში დგება გეგმა, სადაც თავმოყრილია ინფორმაცია ქვეყნის მასშტაბით არსებული პირუტყვის რაოდენობის შესახებ, მათ შორის როდის და რა სახეობის დაავადებაზე უნდა ჩატარდეს ვაქცინაცია. ვეტერინარები მოსახლეობასთან ადგილზე მიდიან და ვაქცინაციასთან დაკავშირებულ მომსახურებას უსასყიდლოდ უწევენ. თავიდან იყო რაღაცა ისეთი შემთხვევები, რომ ფერმერი ვერ ერკვეოდა, რატო ხდებოდა მისი ცხოველის იდენტიფიცირება და იყო წინააღმდეგობა. ეგ გადალახული გვაქვს, არავით არის პირიქით თვითონ მოგმართავენ ფერმერები და ვაკეთებთ იდენტიფიკაციას. ესენი აისახება ერთიან ბაზაში და დაინტერესებულები არიან ფერმერებიც, რომ ყავდეთ დანომრილი პირუტყვი და ყოველთვის იყოს სწორი ინფორმაცია მათ პირუტყვის შესახებ. ფერმერი კახა ძამუკაშვილი, როგორც თავად ამბობს, საკუთარი მსხვილფეხა პირუტყვის ვაქცინაციის კალენდარს ზედმიწევნით იცავს. ამბობს, რომ ვაქცინაცია როგორც მისი ცხოველის, ისე მისგან მიღებული პროდუქციის სიჯანსაღის გარანტია. მისი თქმით, რომ არა უფასო ვაქცინაცია საკუთარი ძალებით ვაქცინის შეძენას ვერ შეძლებდა. ეს კი საბოლოოდ ისევ მის ბიზნესს დააზარალებდა. გვატყობინებენ წინასწარ, რომ სხვადასხვა დაავადებებზე პერიოდულად უნდა შევასრულოთ და აღვრიცხოთ საქონელი. უნდა ავცრათ, ეს ყველაფერი მიმდინარეობს ჩვენი ჯერ პირველ რიგში ჩვენი ინტერესიდან გამომდინარე, ფერმერებიდან გამომდინარე, მერე ვეტერინარებიდან, სურსათის ეროვნული სააგენტოდან გამომდინარე, იმის გულისთვის, რომ საქონელი იყოს ჯანმრთელი, მივაწოდოთ პროდუქცია რძე იქნება თუ ხორცი იქნება მომხმარებელს ჯანმრთელი და სახი. აქედან გამომდინარე ყოველ 6 თვეში ერთხელ მოდიან ეროვნული სააგენტო და ვახორციელებთ აცრებს. ჯილეხი, ბრუცელოზი, ყირიმ კონგოს ცხელება, ეს იმ ინფექციური დაავადებების მცირე ჩამონათვალია, რომელიც დაავადებულ ცხოველთან ან მის ხორცს პროდუქტებთან კონტაქტის შედეგად შესაძლოა ადამიანს დაემართოს. ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას თქმით, აღნიშნული დაავადებების საკმაოდ მძიმე მიმდინარეობისაა და შესაძლოა ადამიანის სიცოცხლესაც კი შეუქმნას საფრთხე.
ძალიან მნიშვნელოვანია აი ამ ზონოზური ინფექციების გავრცელებაში როლი თუ რამდენად არის მოვლილი გარემო და რამდენად არის მოვლილი თვითონ ეს შინაური ცხოველები, იმიტომ რომ ვიცით რომ აი ამ დაავადებების საწინააღმდეგოდ მაგალითად ბრუცელოზის ჯილეხის საწინააღმდეგოდ ცხოველებში არსებობს ვაქცინაცია და ეს ვაქცინაციის ჩატარება უზრუნველყოფს იმას რომ ჯერ არ დაინფიცირდეს ცხოველი პირველ რიგში და თუ ცხოველი არ დაინფიცირდება შესაბამისად აი ამ დაავადებების გავრცელება ადამიანებში რა თქმა უნდა არის ბევრად უფრო ასე ვთქვათ იშვიათი. სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მათ მიერ გასულ წელს ჩატარებული ღონისძიებები დადებითად აისახა ცხოველთა საექსპორტო მაჩვენებელზეც. შაშან საექსპორტოდ 4000-მდე ვეტერინარული სერტიფიკატი გაიცა, ხოლო ქვეყნიდან 500.000-მდე წვრილფეხა და მსხვილფეხა ცხოველია ექსპორტირებული.